ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე ახლა ვიმყოფები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯგალში, სკურის უბანი. თურმე, როგორც მითხრეს, არ უნდა ვიქნიო ხელები, არ უნდა შემეშინდეს და ფუტკარი არ მიკვდეს. უნდა გაგაცნოთ ერთი საოცარი ადამიანი, რომელიც მოგვიყვება თუ რა მნიშვნელობა აქვს მეგრულ ფუტკარს და რამდენი ოქროს მედალი აუღია უცხოეთში. ბატონი ბონდო აბაშიძე იქნება ჩვენი მასპინძელ სტუმარი. მობრძანით ბატონო ბონდო. გამარჯობა ბატონო გია. როგორ ბრძანდებით? მადლობთ, თვითონ როგორ ბრძანდებით? გადასარევად. მართლა კარგად გავყოფოთ. ჯერ მომიყევით აი ამ ფუტკრის შესახებ. ფუტკარი მართლაც და ლეგენდარულია. მას მეცნიერები ეძახიან ქართული მთის რუხი ფუტკარი მეგრული პოპულაციის. საბჭოთა პერიოდში გამოყავდათ მხოლოდ აქ, მუხურში და ხობისწყლის ხეობაში. აი ეს 7 მილიმეტრიანი 7 და 2/10. 2 ამასაც მნიშვნელობა აქვს მნიშვნელობა. ხო. ჯერ ერთი მეორე ადგილზე მყოფი იტალიურ და კარპატულ ფუტკარს ხორთუმის სიგრძე აქვს 6,4 6,6. 1961 წელს ქალაქ ერფურტში ჩატარდა საერთაშორისო მეფუტკრეთა კონგრესი. მანამდე სულ იტალიელები იყვნენ პირველ ადგილზე. იქ პირველი ოქროს მედალი აიღო ჩვენმა მუხურის საჯიში მეურნეობიდან. მეორეჯერ ქალაქ ბუქარესტში 1965 წელს დაიმსახურა მან ოქროს მედალი და 1971 წელს ქალაქ მოსკოვში. მე პირში არ შეიძლება. არა, არაფერი, მაგი ჯანმრთელობისთვის არის კარგი. ნუ გეშინიათ. კარგი. ჭამ ხოლმე თაფლს? იშვიათად. რატო? თაფლისგან მე ხვდი თაფლის არახს. მართლა? კი, გაგასინჯი. კარგი, გამასინჯე. აუცილებლად გაგასინჯი. დავთვრები? ისეთ ხასიათზე დაგაყენეს. მე კიდე აგარაღი მინდა. სულ გავგიჟდები. ძალიან მაინტერესებს ეს აბაშიძის კაცი სამეგრელოში როგორ ჩამოხვედი და როგორ დასახლდი. ახლა ვიგეთქვით. ჩემი ბაბუა პეტრე აბაშიძე საჩხერის რაიონის სოფელი ჭალიდან არის აქ დასახლებული ჩხოროწყუში. პეტრეს შვილი იყო თედორე, თედორეს შვილი იყო იზდორე, იზდორეს შვილი იყო მამაჩემი ისაკი, დაცხონოს ყველა ისინი მართლა და ისაკის შვილი ვარ მე. მეგრული იცით, ხო? მარგალი ვარ სუფთა. მე მეგრევო. თანაც ისეთი კაცი ვარ მე ბატონო გია. 36 წელი 4 თვე და 2 დღე ვიმუშავე პოლიციაში. რამდენჯერმე ჩამიხედია ბატონო გია სიკვდილისთვის თვალებში. სამჯერ ვარ ტყვით დაჭრილი 5 წლის განმავლობაში. აფხაზეთში ომის მონაწილეც ვარ. თქვენ ყოფილხართ გმირი. არა ვარ გმირი, ჩვეულებრივი ბონდოებაშიც ვარ. ეხლა სად მივდივართ? ახლა მივდივართ სოფელ მუხურში, ულამაზეს სოფელში. თქვენ თვითონ დაწუნდების თამაში. იქ არის ლაბორატორია. იქ არის ლაბორატორია, იქ არის საჯიში მეურნეობა, რომლის ხელმძღვანელი არის ბატონი კახი თოლორდავა. ეს კერძოა ეს ლაბორატორია? არა, ეს ეკუთვნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის დეპარტამენტს. ჩვენს კოოპერატივს მუხურის ფუტკარსა და აი ამ დეპარტამენტს შორის არის მემორანდუმი გაფორმებული ურთიერთდახმარების შესახებ, რაც სრულდება. თქვენი მუნიციპალიტეტი თუ დაგეხმარათ? კი, გვეხმარება რა თქმა უნდა. აი 2014 წელს ჩვენ რაც დაგვაფინანსა გამგეობამ მოიწვიეთ მეცნიერები, რომლებმაც დაახლოებით 500 ფუტკრის ოჯახი გამოიკვლიეს. წავიდეთ. ხმა არ გავიღო, ხო? ორი არ იყოს. ძვირფასო ტელემაყურებლებო. აიმე. არ ქნათ, აიმე. კი, მაგრამ ეს თქვენ სამით ადამიანი ვარ, თანაც უფრო მოხუცი. რამდენი წლის ხართ? 73-ეს ვიდივარ. აიმე, მე 60-ის ხვდები. აუ, რა ლამაზია. რუხი ფუტკარი. რუხი ფუტკარი, კი. აი მე მგონი მიკბინდა მხარ. არაფერი, ბატონო გია. ეს თქვენთვის არ არის არაფერი თუ არა. აი მოვედით კიდევაც ეს არის მეფუტკრეობის საჯიში მეურნეობა.
ბატონო გია. აი ეს რა არის? ეს მშენებარე სასტუმროა, გარდა ამისა, სოფელში ერთდროულად გარდა ამისა ორი სასტუმროს შერდება. მომზადეთ. დიდი მადლობა. ცნობილი სამოქალაქო ომის დროს, დაპირისპირების დროს 91, 92, 93 წლებში ეს ყველაფერი დაგრეული იყო ეს მეფუტკრეობის საჯიში მეობიობა. 2015 წელს აქ სოფელში ჩამომზადებული იყვნენ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე, მაშინ ენერგეტიკის მინისტრი იყო ბატონი კახი კალაძე და პრემიერ-მინისტრი იყო ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. მე მათ აუხსენი ამ ფუტკართან მიმართებაში იმ კვლევის შედეგები, რაც ბატონი გოგი მაზღარაშვილმა ჩაატარა. მაშინ გადაულაპარაკა ბატონი ირაკლიმ კახი კალაძეს, რომ გადავარჩინოთ მუხურის ფუტკარია და სიტყვა შეასრულოს. როგორც ხედავთ, რეაბილიტირებული არის თავისი სასტუმროთი, თავისი ლაბორატორიით, ფუტკრის ლაბორატორიით, ყველაფერი აქ განზადებული არის. მე დაგვეხმარნენ ბატონი ოთარი დანელია, როდესაც სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, ბატონი ლევანი დავითაშვილი, ამჟამინდელი მინისტრი სოფლის მეურნეობისა, დაგვეხმარა აგრეთვე ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ბატონი გიორგი გახარია, მაგრამ დახმარება ჯერ კიდევ გჭირდება. აი ეს არის ეს რა არის? ეს არის რაც აი ამ მუხურის ფუტკარმა, უпроსტად ქართული მთისრუხი ფუტკარი მეგრული პოპულაციის მედლები მიიღო. ეს რა შენობაა? აქ არის 3 ნომერი არის გაკეთებული, მეცნიერები რო ჩამოვლენ, თავისი ყველაფრით მოისვენოს. მომზადეთ, ბატონო გია, ბატონი კახი თოლორდავა, მოგესალმებით. აი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. სასიამოვნოა ეს გაიხარა. გახლავთ ლაბორატორიული შენობა. დიახ. აქ ხდება მუშაობა ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრულ პოპულაციაზე. შემოგზანდით ძალიან კარგი. ქალბატონი ლალი ჩიქოვანი, მოგესალმებით. ლაბორატორიის ბატონ პატრონი. ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მორფოლოგიური და ექსტერიული კვლევის ლაბორატორია, სადაც ტარდება ჯიშურობის მახასიათებელი, ფუტკრის ჯიშურობის მახასიათებელი 6 მორფოლოგიური ნიშნის გაზომვითი სამუშაოები. 6 მორფოლოგიური ნიშანი გახლავთ: ხორთუმის სიგრძე, ფრთის სიგრძე სიგანე, კუბიტალური ინდექსი და მესამე თერგიტი, ეს არის გარეგანი ჩონჩხი ფუტკრისთვის მისი სიგრძე სიგანის გაზომა. თქვენ თვითონ ნახეთ, ჩვენი მეგრული პოპულაცია საერთოდ გამოირჩევა ხორთუმის სიგრძით. ნამდვილი ფუტკრის ხორთუმი გახლავთ. რით გამოირჩევა სხვა ფუტკრებისგან? სხვა ფუტკრებისგან გამოირჩევა ხორთუმის სიგრძის მაღალი მაჩვენებლით. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესოა და ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი კვლევითი ცენტრი გაქვთ. მე მინდა გადმოგცეთ ჩვენი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ ბროშურა, ეს დიდი დამსახურება ბატონ ლევან უჯმაჯურიძის ამ ცენტრის გახსნაც და ამ ცენტრის საქმიანობის შესახებ თქვენ შეგიძლია ინფორმაცია მოიგონოთ. ძალიან დიდი ეს მადლობა. კიდე ფუტკრის ოჯახებზე. დაგველოდეთ, ჩემი მოგზაურობა გრძელდება სამეგრელოში.